მაესტროს ტელერეცეპტი გირჩევთ მისდიოთ მისეულ სიზმრის ახსნას. თუ უეცრად სამზარეულოში მოხვდით და რაიმე გემრიელის შეცვა განიზრახეთ, არ გაბედოთ, ეს ნიშანია ჩხუბისა და ბიზნესში წამგებიანობისა. თუ სიზმარში ბუზები დაინახეთ, არასასიამოვნოა, არამც და არამც არ გაბედოთ მათი დაჭერა, ეს დიდი ჩხუბის მომასწავებელია. თუ ვარსკვლავი დაგესიზმრათ, დიდ ბედნიერებასა და გამარჯვებას გიქადით, მაგრამ გუნდათ ნანახი ვარსკვლავები საქმის წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სიზმარში კარტის თამაში შემოგთავაზეს, არ გაბედოთ. საქმე მხოლოდ ფულში არ არის, ეს დიდი აყალმაყალისა და ოჯახური კონფლიქტების მომასწავებელია, მაგრამ თუ მაინც ვერ მოითმენთ, მაშინ უბრალოდ მაყურებელ შემფასებლად დარჩით, ეს უკვე შენამატია. თუ სიზმარში ლომი ნახო, უბედურება გარდაუვალია, მაგრამ თურმე ლომებშიაც არსებობენ ხასიათით განსხვავებულნი. მშვიდ ლომებთან საქმის დაჭერა სიზმარში კარგია, ცხადში დიდ კაცებთან სარფიან ურთიერთობას მოასწავებს. სინამდვილისაგან განსხვავებით, სიზმარში იარაღი პატივსაცემი საგანია და ნიშანია მოკრძალებისა, თუმცა სხვისგან მის აღებას ერიდეთ, ეს სირცხვილს შეგყრით. თუ სროლა გამართეთ, აუცილებლად რაღაც დაგეკარგეთ. მართალია სიზმარში არყისმა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ სამაგიეროდ სიზმრის მამებმა გამონაკლისი დაუშვეს და ღვინო ნებადართულად მიიჩნიეს. მაგრამ პატარა შესწორება აქაც შეიტანეს, ვისაც არ სურს ატაროს ოჯახის მძიმე ტვირთი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ეს სასმელი. სიზმარში ღვინის სმა ხელს უწყობს ცხადში დაცულ შვილებას. სიზმარში ახალი ტანსაცმლის შეძენა და ჩაცმა სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია. მოკლედ, ახალი ტანსაცმელი არა მხოლოდ ცხადში გვიხარებს თვალსა და გულს. მაესტროს ტელერეცეპტის კიდევ ერთი რჩევა. დაწოლისას განსაზღვრეთ თქვენი სხეულის განლაგება და გაითვალისწინეთ, გულაღმა წოლა მეოცნებეებს ჩვევიათ. პირქვედამხობილები ხშირად საშინელ ამბებსაც ხედავენ. ასე რომ მაესტროს ტელერეცეპტი თქვენს გვერდითაა და თან აგიგრძნობთ. უკანასკნელად კი გირჩევთ, არ გაბედოთ სიზმარში ღამით სიარული, ამან შეიძლება ხიფაც გადაგხაროთ.